იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. გადაიღეთ. ნინო გენაცვალე მიიქი რა მოგაწოდა ჩემი კარგო. აი მე მეგონი ხალხი მარშალეთ სუფრათათია. არ მოვიდნენ აშკარად რა და ისე რა წესია ეს კაცო, ხარჯია ეს ყველაფერი. ხო და გაგვაფრთხილო. არა, 100 კაცი იყო ჩემგან დაისადა. რა ვიცი ახლა უხერხულია ხო? უპასუხისმგებლობა. ველოდები და არ მოდიან. კარგი არა უშავს. ხაბარია ესენი იყვნენ კარგი. რა კარგია რომ ჩვენი შვილების ქორწილია როგორც იქნა შედგა. აბა და ესეთი კარგი მძახალი შემხოდით 10-ია გენაცვალე. შენ შემოგევლე. ჩემო საყვარელო, ნამდვილად. წირამხელა სიხარული და სიყვარული გველოდება კიდე შვილიშვილები. მრავლდებით. ბაიმე შვილიშვილები. გვაბერებენ 10-ია. არა, თუ შენ დაბერება. ბაიმე გვაბერებენ. უფროსი ვარ. გენაცვალეთ, მადლობა. ბაიმე ძალიან მიხარია მართლა რომ ესეთი კარგი ადამიანი ხარ, ჩემი მძახალი და ესე მთელი ცხოვრება წინ გვაქვს და ერთად უნდა ვიყოთ. ისე თამარ მართლა გაგვიმართლა ორივეს. ორივეს გაგვიმართლა. აი რომ ესეთი მძახლობა გვაქვს კი. აბა რა, თა როგორი ქალი ხარ, ელეგანტური, მაღალი. კარგი, რაღაცა ძალიან ლამაზი სიტყვებით მამყოფ. ეს აღამო. შენი გოგოც რო ჩემი საყვარელი რძალუკაც რო დაგმსგავსებოდა სიმაღლეში. კარგი იქნებოდა. მამაც მაღალი ყავს თან და ეტყობა გენეტიკაში ყავდათ ვიღაცა წინაპრებში დაგვაჯული ხო? ეს გადაიღე მოდი. ნახე რა მიგია. ანუ ჩემი გოგო დაგვაჯულია მაგას. არა, თათია, რას ამბობ? ერთი წამით ეგ არ მიფიქრია. უბრალოდ ეტყობა გენეტიკაში ვინმე ყავდათ დაგვაჯული თქო, თორე გოგოზე არაფერს არ ვამბობ, რას ამბობ? მართლა კარგი სოკოა. ხო, კი, კარგია. ისე თამარ ის ბეჭედი ძალიან მომეწორა, თქვენ რო აჩუქებთ ციას. ხო, მოგეწონა. ხო, არა, ძალიან ლამაზი იყო. აი, წონა კი ქონდა თვითონ ცოტა იყო წონა, მაგრამ თვითონ დაკეთობა იყო სასწაული. ხო, ალბათ ოჯახი იმასაც შეამჩნევდით, რომ დიდი 3 ბრილიანტი ქონდა, ხო, ამ ბეჭედს? არა, ეგ შევამჩნიეთ, იმიტომ რომ თვითონ ბეჭედი იმდენად წვრილი იყო, რომ ეს ბრილიანტები ძალიან მკვეთრად ჩანდა. გადაიღე რა ბადრიჯანი, ძალიან კარგია. ხო, არა მინდა, მაგრამ მიაწოდეთ კი, არ მინდა, არა. ისე ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ ჩემამდეო 3 შეყვარებული ყავდაო. ხო. კი, ყავდა, იმიტომ რომ ლამაზი გოგოა ეშხიანი და ეს ბიჭები ბუზებივით ეხვეოდნენ ჩემო კარგო. აბა ისეთი ამბავი იყო ჩემში. ძალიან კარგია. ძალიან გამოცდილი იქნება იმ ამბავში. იმ ამბავში რა ამბავში? ანუ არაფერი, უბრალოდ გოგოს პროფესიონალიზმს გაუსვი ხაზი თორე, არაფერი ცუდი არ მithქვანს. ისე ჩვენ ახალგაზრდობაში მაგას ბოზობას ეძახდნენ. რას ქვია, ქალო, ბოზობას ეძახდნენ, რეებს ლაპარაკობ, მართლა, შენ ხო არ გააფრინი ამ ხელაქალი, კაცო, ბოზ ხარ და ჩათლახების ხარ. ვინ არის, ქალო, ჩათლახებულ ბიჭს. გაჩუმდი, არ გაიგონონ ბავშვებს. გაიგონო სამ ჩემფეხებს, კაცო. ამდენი ხანია გეხა და შეურაცხყოფას მაყენეთ რა. მაიგეთ შესკე. ზები ხარ თქვენი კარგი ძმა. კარგი ძმა ისი. ვინ არის ბოდი ხარო, კაცო? ჩუმად შეიძლება ვართ, მაგრამ ჩუმად არ მიაქციო ყურადღება. რას გახდება, კაცო და მთელი ქორწილი აქეთ იხედება რა დაგემარა რა კარგი ხოიცე ჩემი გოგო ჯობია შენ ვაიმე კარგი შეიძლება ეს ჯობია არ ჯობია ჩემი გოგო ამ ორივე ნახე ორივე არიან ამავიდა ყელში ბეჭედი ცოტა იყო წვრილი იყო ოქრო არა უშავს გოგო რა მართლა რა არ იყო წვრილი ბეჭედი რა გაანებე თავი ეხა გოგო დღეს დაანებე თავი მე შეხედე ანგელოზები ვით არიან გრიტებს შეხედე ბიჭო რა ლამაზები არის თქვენ გენაცვალეთ რა გაჩვევე იქავე ცოტა სიცხვილია ხარ მას უყურებ ტრედებივით არიან ახლა საჭუბარია კაცო თქვენი გენაცვალების ბედნიერების დღე არის იხარე თქვენ შენ გენაცვალე მართლა უშანგიჭ რა გენაცვალე ბიჭო რა გასინჯე ღვინო არა ეგ ღვინო არ დამილევიათ ფედო არ დაგილევია კაცო ბიჭო ისა
იმას ჩემ ღვინოს ვარ რა, ჩემი მირჩევნი, ჩემი ღვინითავო, ჩემ ღვინოს ეგ ღვინო არ მინდა. რას ქვია შენი გირჩევნია კაცო რა ჩემი არ გაგისინჯავს და რა იცი გირჩევნია ბიჭო, რა თუნდა გასინჯო, გახედე ფერ, შლაპია, ძმარია, რავი, არ მინდა, რა თმინდა. რა გინდა ბიჭო რა გინდა ჩემ ღვინოს გასინჯე კაცო რატო იცლაპია ვაღა ჩვენი ტალახიანი რაღაცა წყალი. რა არის ბიჭო ტალახიანი რა არის ტალახიანი ღვინოზე რა რაიერთი და ტალახიანია რა ხმას უწევ ბიჭო, შენ ნორმალური, შენ ჩემი ღვინოს უგასინჯე. შენ ღვინოს არც გავსინჯავ 100 წელი ჩემი შულის ყოფილი არის ხო და შენ ღვინოს გადავაქცევ ეხლა როგორ შეიძლება? გამოდი ერთდღე კაი, აქ ხალხია, გადი, ხალხი არსებობს გამოდი შოთა გაი ის ღვინოზე საული რა აი მე რის გამო ჩხუბო? რის გამო ხალხო კარგი ეს კაცები რა. ცია გინაცვალოს დედა ცია დედა ეს საყელო გაისწორე რა რომ ფოტოებში სუდათ არ გამოჩნდიდი განებე თავი არ უშველის მაინც დაჯექი. რას ნიშნავს არ უშველის რა ლაპარაკია ანუ არაფერი კაცო მაგას ჯობია სახე გაასწოროს რომ ფოტოში იქნებ ჩემი შვილის შესაფერისი გამოჩნდეს. ცოტათი. ჩინი ძალუკა როგორ მიყვარს. აი გასინჯე ნახე რა კარგია. შენ ისევ იმას ამტკიცებ თამარო შენი ბიჭი ჯობია? რასაკვირველია. ანუ ისევ შენი ბიჭი ჯობია. ვიძახი კი არა დარწმუნებული ვარ ორ პლასტიკურს გავუკეთებთ ხა შენ გოგოს ოპერაციას და დაემსგავსება ცოტათი ქალს. მშვენიერი გოგოა წელზევით. რას ნიშნავს ოპერაციას გაუკეთებ და ქალს დაემსგავსება ერთი გამაგებინე? ვის უკეთებ ოპერაციას? არ რაჭის ჩემს შვილს გასაკეთებელი? ბოლოს და ბოლოს შენ გასიებულ მოძვერივით ბიჭი. ვინ არის ქალო გასიებული? ვინ არის გასიებული? ჩემი ბიჭია გასიებული. ცოტა მოპუტქუნებულია, მაგრამ არ აწუხებს. რო აწუხებდეს დადგებოდა დიეტაზე და გახდებოდა. ეხლა არ აწუხებს წონა, მაგრამ მალე შეაწუხებს ღვიძლი, მარაწლავი, რა ვიცი, ქოლესტერინი, ცელულიტი, თირკმელი, ნაღლის ბუშტი. რას გავხართ? აი დაწყნარდი შვილის ქორწილში ხარ მართლა რა მოგივი. ერთი წუთი, ბაი შენ გენაცვალოს დედა, ნახე რა, ჩემი ცია. დედი მიდი რა, აი ესე დაგლიჯე რა. დათამ აი ამას რო გეუბნებოდი. რა აი ეს ხო? აი მე გენაცვალოს დედა, გაშალა ხელები არ არის არწივივი. შენ გენაცვალ დედიკო. მიდი დედა. მიდი დედიკო. შვილო, აი ამას. მიდი, ქართულ ცეკვაში კაცია, მთავარი და წამყვანი, ხო იცი? მიდი, გასწები გააკეთე, დედი, გასწები, მე რო გასწავ. მიდი დედა, გააკეთე, გასწები. აი ეს გააკეთე. კაია, მიდი დედა. აი ეს ყელი აჩვენე შვილო. აღარ უნდა გამოდი აქ. გენაცვალე შვილო, რა რა. გაჯექი, მოდი, აღარ უნდა რა შეეწყო გააკეთე, კალმით გოგო. ნახატი. რა ლამაზი ხარ შვილო, გედი. რატო არ იქნება ლამაზი? ამდენი ბოტოქსი, ფილერი, რავი, შეშხაპუნებულია ყველაფერი. სიმაღლეს რას უწუნებ, ხვართი. სიმაღლეს რა ვიცი 20 სანტიმეტრიან ქუსლებზე დგას როგორ იცავს წონასწორობას მე არ ვიცი. შენი ხო რას ამბობს უწონასწორობას იცავს რა და კუნძივით რო დგას მართლა გადაჭრილი უხასავი. კუნძი. ვერ ნახე როგორ იცეკვა ბავშვი. რა იცეკვა და მე გამძე. ჩემ შულზე ამბობ რას გასო? კუნძი სუფთა. ვინ არის კუნძი კაცო ვინ? აი ესეთი კარგი. ეგრე შენი გოგო? რა? რა ჩემ გოგო? აი რადა? შენი გოგო? თქვი რა ჩემი გოგო? რადა? რა შენი კარგი ცმო? კარგი ცმო. ეხა მართლა ნერვები ამოდი შენ. აი გოგო. კარგი თრიო. გოგო გაჩერდი სირცხვილია რა დაგემართა. გეხვეწები რა დაგემართა სირცხვილია გაგიჟდა ხალხი. კიდე ეგ უნდა იცოდეთ გაგიჟებულია ხალხი წყალ-წყალა ღვინოსავენ ართრებიან და კიდე თქვენი ჭხუბი დაისუნა რა მოგივიდათ მართლა. რა გინდა ბიჭო შენ რა გაბი საქმე და რა გაუკეთე ჩემ ღვინოს საქმე რატო არის წყალ-წყალა ბიჭო რანაირად იძახი ჩემ სუფთა ნატურ წოვენზე რანაირად აჰა ბიჭო შენი პირი თქვი წვენიო მარტო ყურძი წვენია ღვინის ამას არაფერი ეთქობა წყალ-წყალა არის აბარა გამოეთქვა გარეთ გამოდი ბიჭო და შევადაროთ კითხოთ ხალხს ვისი ღვინო ჯობია წადი ბიჭო წადი რასდენ უკები შენ ადი და შევადაროთ ერთი რა გინდა წამო აი მე შეიძლება ქორწილში ჩხუბი აი არ ვიცი რა არ ვიცი შეიძლება შეგნება ხონდა რაზე ღვინოზე შეხედე რა არა აშკარად რო ჩემი გოგოს ვიზუალი ბევრად ჯობია შენსას სამაგიეროდ ჩემი ბიჭი განათლებულია სამაგიეროდ ჩემი გოგო ულამაზესია სამაგიეროდ ჩემი ბიჭი ნაკითხია სამაგიეროდ ჩემი გოგო ძალიან ქალურია სამაგიეროდ ჩემი ბიჭი მამაკაცურია სამაგიეროდ ჩემი გოგო ორსულადაა ხო და ჩემი ბიჭისგან არის ორსულად ენაცვალოს ეგეც საკითხავია ვისგან არის ორსულად რა თქვი ახლა ქალო შენ რაც გაიგე ვინ ქალო არა შემომატყუე ოჯახი ხანდა თქვენი დედაც
მამა არაფერი ნარათა გააჩვენე დაჯექი რა ხდება ერთი ხდება დედიკო და მოდი მა არაფერი მა ერთი საათი იქიდან ვიყურებით ხალხო სირცხვილია აგიხსნი ახლა რა ხდება შვილო რაც ზივარ იმის მერე მეუბნება რომ ჩემი გოგო ჯობია შენ ბიჭსო უფრო ლამაზია აი ახლა დედოფალი ცოტათი ხო უნდა ჯობდეს სიზეს ქორწილში აბა როგორ გინდა დედა ახლა თქვა ახლა ადამიანი აი არ ნერვიულობ ხა კარგი რა რაზე ჭხუბობთ რა აი მამა რა გეხვეწები რა ხდება ერთი წუთი ხო რა არიცია რაო რა თქვი ხა არაფერი დედოფალი ხო უნდა ჯობდეს მეთქი სიძეს თქო რა ვთქვი არა აი შუაში რა თქვი ცოტათი არ მithქვია ცია ეხა ეგრე უბრალოდ დედოფალი ხო უნდა ჯობდეს ცოტათი სიძესო ეს თქვი ბიჭო შენ ქორწილში ანუ შენ თქვი ეგ ეს თუ ვერ გავიგე რას მეუბნები ანუ შენ ფიქრობ რომ მე შენ ცოტათი გჯობი ვარ ცია ცოტათი მჯობი ხარ რა ხა ეგრე კი არ მithქვი სარკე გააქვს ბიჭოს ახლა რანაირად გელაპა ვინ გჯობია ცოტათი ბიჭო მე ვიყავ და შენ რა ხარ შუა ქორწილში რას მეჭხუბები გოგო ბიჭო რას გავხარ ჩვეულებრივი და მიხედა შენი გოგო აი მოეხა ერთი წამი გაჭერდი ბიჭო იცედაც ეს უნდა ხალხს ამ წყალწყალა ღვინოს ვავნე არ თრებიან კიდე თქვენი გაგიჟება უნდა დაწნადით რა მართლა და რა შენ მოგესალმებით ვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის ჩვენი ყოველდღიური გადაცემა 4-15 წუთი ლიკუნა ბირთველიშვილთან ერთად და მე მისი ახალი წამყვანი ციაკო ფიფია გახლავართ. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ემოციური პოეზიის ფუძემდებელი, ქართული თანამედროვე პოეზიის კეისარი ვასილ ემოციური. მოგესალმებით ბატონო ვასილ და ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და რა ვიცი, ყველაფერი ისე არის როგორც ჩვენს პოეტებს ჩვენის. ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ. ბატონო ვასილ, ეს ბატონი ვინ არის თქვენთან ერთად? ეს არის ეს ადამიანი უბრალოდ მეხმარება უბრალოდ ანუ ლექს ჩემი ლექსები ემოციური ლექსებია და ამ ემოციის ამონთხევაში გადმონთხევაში და აი მთელი აი ფეხებიდან რომ დაიწყოს და ამოვიდეს და ყურებიდან გამოასხას აი ამაში მეხმარება ხო ცოტა დავიძაბე ცოტა ვერ გავიგე მაგრამ ნუ არა უშავს ალბათ მიხვდები ხო აი ციაკო ეხლა აგიხსნით ეს ლექსი არის მაგალითად დაწერილი 8 მარტს მანდილოსნებზე სასიამოვნოა როცა ქუჩაში მიდიხარ ღამით და რესტორანში გაწეხი ჭამით თუ აგეკიდა ვიღაცა ბაწანა ოდნა ვიხრები და კუჩი გაცანა ვაიმე რას აკეთებთ ვაიმე ძალიან არ მომწონს ბატონო ვასილ ბრაცანა ბატონო ვასილ ძალიან გთხოვთ რა კუჩი გაცანა პროდიუსერი გაცანა რეიტინგი კარგით კი ბატონო ისა არ შემიძლია უბრალოდ რომ არ ვიკითხო თქვენ როგორ ხართ კარგად კაცო როგორ უნდა შენი ვარ ეს არის ჩემი სამსახური ასე ანუ ცოტა ვერ მივხვდი ბატონო ცოტა რომ ჩავშალოთ თემა ანუ ამაში ვეხმარები ბატონო ვასოს ემოციების გამოფრქვევა ხო უწევს და მე ვიღებ ჩემს თავზე ამ ემოციებს ცოტა რაღაცა მკურნალობა კი მივიდება ხოლმე სხვათა შორის ბატონო ვასომ დაზღვევა გამიკეთა მთლიანად ფარავს ამ ხარჯებს მკურნალობისას ეხლა მაგალითად ტრავმატოლოგიური შემოწმება გავიარე კატეს ვიღებ ხოლმე კვირაში 3-4 ჯერ ცოტა რადიაცია მაქვს ორგანიზმში რადიაცია ურანი ვაჭამე მაგრამ მადლობა ღმერთს რომ თავში არაფერი არ აქვს ანუ კარგად ხართ ხო შენიურად კი როგორც ხედავ ძალიან კარგად გამოიყურება ბატონი მაშინ რა გაიწყო გავაგზელე ბაში ქალბატონციაკო ლექსები მომაწვა უკვე ყურებიდან გაასხა ლექსმა შეუდარებელია დავიწყოთ დამეხმარე ქუჩაში მტვერში წაიცა ბავშვი წამოაყენე
ახში. რაიმე, ეს ბატონო ვასილ ძალიან გთხოვთ რა. ძალიან არ მომწონს აი ესეთი უხეშობა, ძალიან. არა ეს უხეშობა არა ეს უბრალოდ ლექსი ამბობს თვითონ ამას. წამოაყენე და ახში. ხოძის. არა არ იფიქროთ თქვენ ქალბატონო რომ ეს ზალადობა არის ეს ზალადობა იქნებოდა რომ უბრალოდ რომ ცემდეს თორე ლექსთან ერთად ეს არის ხელოვნება ხო. დიახ რას მზად კი ბატონო. როგორც ხედავ ჩვენი ბატონი ძალიან კარგად არის მეგობრებო. ისე მომზადებული ხართ ბატონო ვასილ მომბრძანებული ნახეთ როგორიც ვამსხვილი ისეთი პუტკუნა ბიჭი აგირჩევიათ არა? დიახ მართალი ხარ. არა რას ზარ მე 45 კილო ვარ ეს შეშუპებები არის ბატონო პოეზიის საღამოები მიეწყო ამ დღეებში და შეშუპებები მაქვს რა თორე ისე 45 კილოა დიახ მართალს ამბობს. სხვათა შორის მინდა გითხრათ ქალბატონო ციაკო რომ მე მყავდა სხვა ასე ვთქვათ დამხმარე უბრალოდ ფილარმონიაში 2 საათიანი პოეზიის კონცერტი მქონდა და ფიზიკურად ვერ გაუძლო და იქვე წამექცა მუზასთან წაიქცა გასაგებია და ძალიან სასიამოვნოა. მოდი გავაგზავნო თუ შეიძლება. ანუ ახალი ლექსი გნებავთ. დიახ. ლექსი მჭირდება გოგონას დახმარება. შეგიძლიათ გოგო მიშოვო. მე ვიქნები ბატონო ვასილი მაგრამ თქვენ ხომ არ შეგიძლიათ რომ დაგვიხმაროთ უარი არ მითხრა ძალიან თქო როცა პოეტს მოაწვევა ლექსმა უნდა თქოს დაეთქოს. თქოს ფეხზე წამოვდგე ბატონო ვასილ. ჯობია არ არის პრობლემა. სასიამოვნოა. ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ სხვას ოი თუ არ შეგებრალები და მისხოვდები სხვას ამოგიღებ ხერხემლიდან მალებს და ძვალს აი მე რა ხდება? გადაგპარ სამცხელი ბრიტვით აგიყორტნით მას ლამასტანზე გადაგასხავ მოთუხთუხი წყალს ამოჩიჩქნი მოღალატე მაგნაფერებ თუში ვაიმე არაჩვეულებრივი იყო. ზღვის ფერი გვაქვს თვალები და თავად გავხარ ბრავო შემიძლია ხელმეორე წაგიკითხოთ არა ბრძანდებოდეთ ბატონო ვასილ ბრძანდებოდეთ. რა ხდება ჩემს გადაცემაში? ხედავთ რა ხდება ჩემს გადაცემაში? ხედავთ დააკვირდით უყურეთ კარგად დააკვირდით დიახ ეს იყო ნამდვილი ხელოვნება იცით მე ასეთი ამ ხელა ემოციით წაკითხული ლექსი არასდროს მინახავს მართლაც რომ ბრავო სხვათა შორის მინდა გითხრათ ქალბატონო ციაკო რომ ერთი კრებული რომლის ესე ვთქვათ გამოცემას ვაპირებ მაქვს ესე იგი პირიქით ლექსები პირიქით ლექსები ეს როგორ ბატონო აი პირიქით აი სათაურებს გეტყვი და თქვენ მიხვდებით ესე იგი კი ბატონო მაგალითად ქუდი ვარ და კაცი მხურავს ანუ ქუდი ვარ და კაცი მხურავს პირიქით მიხვდით ხო რა თქმა უნდა ხმალი დავბლაგოთ ქართველებო ხმალი დავბლაგოთ ასეთი საყვარლის საფრავს ვიპოვე ესეთი მაქვს საყვარლის საფრავს ვიპოვე ძალიან კაი კოკორს ვარდი გაეფურჩქნა ესეთი ვაუ სხვათა შორის ერთი პოემაც არის მინდა გითხრათ ტყავის ვეფხოსანი სხვათა შორის ეხლა ბატონმა რობიკომ დადგა ჩემი ხელმძღვანელობით და ფურორი მოახდინა აი თქვენ ვერ წარმოგიდგენთ ფურორი ხალხი ფეხზე იდგა ფურორი იყო მართლაც რომ დიახ წერ ასე ვთქვათ პენსიონერებზეც მოხუცებულებზეც რას ამბობ დიახ გთხოვთ დავიწყო რა თქმა უნდა ბრძანეთ ბატონო ვასილ ბანკომატიდან მინდოდა თანხის უეცრად გატანა რიგში ჩავდექი ჩემს სიდგას ვიღაც მოხუცი სატანო პენსიონერი ბებოა დაბალი
შუშის თვალება ნელა აკეთებს ყველაფერს და არსად არ ეჩქარება მისი რიგი რომ მოვიდა ბანკომატს მიუახლოვდა 40 წუთი ეძებდა საცადო არც კი ახსოვდა როცა იპოვა ბარათი ჩანთა იქვე ძირს მიაგდო დიდი ხანია უმიზნებს სად ჩადოს ვეღარ მიაგნო აი მე ასეც დაზე მიაგნო ბანკომატი აქვს ბარათს მოსმული მაგრამ ამჯერად პინკოს დაეძებს მომესივ ნახო ეგ დედამო მომესივ ნახო ეგ დედამო გმობთ არ გინდა ჯანგთხოვთ არ გინდათ რა ძალადობას გმობთ ჩვენ ბატონო თქვენ ხომ კარგად კარგად მშვენივრად ეს შესახოვა თუ არ მე მისასვლელი თავიდან და დანარჩენი იდეალურად შეიძლება აქ ცოტა რაღაც რა უშავს ძალიან კარგი ბატონო ვასილ თუ გაქვთ რომელიმე ლექსი რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ მაქვს ჩემი უსაყვარლესი ლექსი დიახ რა თქმა უნდა არის უბრალოდ მაყურებელს მინდა მიმართო რომელ კამერაში აი ამ კამერაში მიმართო რომ ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს თინეიჯერები 40 წლამდე ასაკის ქალვაჟები საერთოდ სუსტი გულის და რა ვიცი ყველა ვისაც სუსტი გული მოერიდე მთლიანად ეკრანს ვინაიდან რადგანაც თუ შეიძლება რომ ეს ლექსი არ გაიმეოროთ სახლში არავინ გამორთეს საერთოდ ტელევიზორი და ისე მომისმინეთ დიახ ბრძანეთ ადექი ვაიმე რატო მოტრიალდი აი ესე დაჯექი ორივე ფეხით ეს ლექსი არის ქალბატონო ციაკო თავდაცვაზე თავი როგორ დავიცვათ დიახ აუპ დავიცვათ არ მომკლათ თუ კი ქუჩაში დაგხვდება ქურდი და თუ სახეზეც ახურავს ქუდი თანაც თუ ხელში უჭირავს ხერხი ჯერ პირველ რიგში გათიშე ფეხი თუ წარმოიღო გაშლილი წიხლი გვერდიდან შედი მოუსპე ღვიძლი თუ ამის მერეც ასწია ხელი გვერდიდან ხლაწად მოვაშინელი შეხედე მაინც თუ დგას სული სამიზნედ ცადე პირდაპირ გული სახეში ხელი გარტყი ნაზად ზურგიდან კისერზე შეახტი სწრაფად საუკეთესო არის ყველაზე თუ კი დაიჭერ მახჩო მელაზე ბრავო აი ამ ხიარულ ნოტაზე ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ეს არის გადაცემა 4-15 წუთი ლიკუნა ბირთველიშვილთან ერთად მე კი მისი წამყვანი ციაკო ფიფია გახლავართ მადლობა ყურადღებისთვის გემშვიდობებით მოხდა ჩვენი ახალი სამსახური ვერა ვაგდეთ კლიენტი რა გვინდოდა იმასთან ნერვემიშლის მეც რომ არაფერს არ აკეთებდა ჩვენთვის ვართ თავისუფლად როცა გვინდა მომდივართ როცა გვინდა მივდივართ არც არავინ გვაწუხებს ერთი სულიერი და პოლიციაც აქ ვერ მიპოვნა ясна გოგო კიდე კაი რომ გავეშვით იმენა ვაფშე რა პუნჩი ვითრევდით ფეხს რა გვინდოდა მაგ საქონელთან მაგასთან ფეხს ვინ ითრევდა მგონი კარგად იცი ხო ვინ ითრევდა ვინ ითრევდა და თამილა თამილა ითრევდა ფეხს რა ეხლა
პროსტა ტაქსისტობა არჩია რა, მაგარი მაყუთი კეთდებაო და ეგ ეხლა მადო არა ხარ შტორინა, ეხლა ეგ გასატეხი ითემა არ არის რა ძმაო რა. აუ, ზინა რა მეამეტი ხალი გახდი რა არის, ვერ გამიგე. ტაქსაობს არა ის, არის ცისად არის, შენ გონია რომ ტაქსაობს? აბანაშვება. თურქეთში მოხია პრიუსების კლუბის შეკრებაზე. ვახ ჩემი რა ხალი გაიზრო თამილა. მე ვასება რა ჩვენია რა მადო რა. ჩვენი არის, ბაზარი არ არის, მაგრამ მადო. ჰა. ვახ დამერხა ჩემი რა. რა არის, რატო? ვახ როგორ დამიარა ბიჭო. სამდანგია. ბიჭო ეს რა ყოფილა? ეს გზნობა ალბათ ისა? რა გრძნობა? ვახ ჩემი როგორ აი ვიცი ჩემი რა გჭი შეჩემო რა გჭი ესე არ დაბნეულ ხარ კაცის შეხედვაზე რა განგაფაზა რა ზინ ახლა რა ვიბი აუ რა ბიჭია ჩემი მარბენი მაგრა დამევასა არმენი არ ვიცი მაგრამ მე დამლავსა იფიდევს ეგ დამევასა მაგრა ვიცი ვახ როგორ დამევასა ბიჭო ვაიმე როგორ მინადა ამ ბიჭთან ერთად სადმე რომანტიკული გარემო ვახშამი პატარა სანთლის შუქზე პატარა სასმელი ვილაპარაკო გავიცნოთ ერთმანეთის მიმართ გრძნობები წამოვიდეს წინაპლანზე მერე ჩვენ მე და ამან ამ ჩემმა ბარმენუშკამ წვიმაში გავაბოტოთ ჩვენი ფუმფულა პატარა ფეხები ტყლაპოებში ვაჭყაპუნაოთ საყვარლად მერე მინდა რომ ტყეში ლამაზი კოტეჯი დავითარიოთ იმ კოტეჯში გავატაროთ დღეები თვეები წლები მერე გაგიჟებულები გამოვიქცეთ ფეხით დავეშვათ ბათუმისკენ ბათუმში რომ ორბია ხო იცი მაღალსართულიანი აი მანდ მინდა რომ სუფეხით ვირბინოთ კიბებზე ზემოთქვემოთ აი ესე ვირბინოთ მერე გაგიჟებულები ბათუმიანაც დავეშვათ თბილისში სამსახური ვერ ვიშოვთ და საფრანგეთში წავიდეთ პოლიტიკურით ჩავბარდეთ ვახ ჩემი როგორ მინდა აუ ზინა სიყვარულიც რა დაუნლაგებელი და საშინელი გაქვს ვახ ბიჭო როგორ მომცელა ამ ბიჭმა უნდა მივიდე რა რაც არის ეგ არის რა ჩემნაირ ხანზე თუ ვინმე უარ სიტყვის კიდე იმის დებილი დედაც ვატირე რა მართალი ხარ მიდი აბა ზინა მიდი შენთანა ვარ აბა დავაი განა მომეწონი და რამე და რაღაც მაკმონჩი კი არ მოვედი პროსტა მაინტერესებს რა შენ როგორი სტილის გოგოები გევასება მე ხო მე უფრო მაღალი რა ქერათმიანი თეთრი სახე უნდა კონდეს და მწვანე ან ცისფერი თვალები რა უფრო ღია ფერის თვალები მომწონს რა ზუსტად ჩემი სტილის გოგოები გევასება თურმე იცი რა მაინტერესებს გინდა კაფეში დამპატიჟო არა რავი არა საღამოს 8 საათზე გაიჩითე არ დააგვიანო რა იმენა შენ თავს ვისავალ ჩემზე აფანატებს ტიპი იმენა მე ფლირტავება ბიჭი რა იმენა მე ფლირტავა შენ თვალები ჩემჭამა შენ მახრამუნა იმენა ბიჭმა რა შენ თავს ვისავალ იმენა შენგან შვილები მინდაო ჩემი შვილების დედა გახდებიო შენო ესე მითხრა იმენა მე არ დანებდი დავაი არა გოგო ეხა თავი უნდა დაიფასოს ქალმა რა ისა ეხლა რა პოლიტიკური ჩავბარდეთო თავშესაფარიო ზინა მოიცა რა ეს საფრანგეთში წასვლა შეხე ვინ მოდის შეხედე ვახ ჩემი ეხლა ამარო დაგვინახოს დარხაული გვაქვს რა ვახ ჩემი ბიჭო ვაიმე ვახ აი ქალბატონო ვაილა ჟიღვეთუში აი ეს არის ჩემი რა თქვენი ჩემი კაფე ჩემი სამფლობელო ცოტა დაულაგებელია ეხა ვიხსნებით იდღე გძელეთ გაიხარდა აი აქ დაბრძანდით მე რა კარგი გარებოა აი ეს არის ძალიან კარგი არის ხო რა არის ცივს არა ქვია ალაგებენ ხო ეხა ამას ალაგებენ ცოტა ხანში გავიხსნებით მაგრამ ჩვენ ხელს აქ არავინ არ შეგვიშლის აი ეს თქვენ უმეტესი მადლობა ძალიან კარგი არის თქვენ ბაღში დაკრიფეთ დიახ დიდი მადლობა ძალიან კარგია ესე იგი თქვენ ბრიგადას ეხლა დავაკვირდები მე ხო და თუ არ მომეწონა მე ჩემ ბრიგადას გამოვუშვებ იზეტები არიან როგორც ლობები რაზი არის ლაპარაკი გენაცვალეთ ეჭვიც არ მეპარება რამეს მიირთმევთ ნელი ძვირფასო ხოლოდ არ ვიცი რა ვიცი თქვენი კარამელი მით გული რასაც გაიმეტებს ალბათ მაშინ წვენი იყოს ფორთოხლის
იქნება ატმისჯობს. ბარმენ, დიახ. ერთი პორტოხლის და ერთი ატმის წვენი თუ შეიძლება. ისა ხდება ახალი. მე უნდა მივიტანო რა მე არ შეგაწყობ. ატამი გაგვითავდა თქო რა უთხრა. აი, გუგუ მარტაგინო. ხუნჩი არ უნდა დაგინო. ისა დიახ, აი ეს თქვენ ბატონო და ქალბატონს რა უნდა და? არა, ვიხუბრე წეღან წყალი მინდა მარტო. კარგი, ხალო, რა წყალი, რამე შენაირი ქოლესტერინია, რაღაცა ცხიმიანი შეუკვეთე, მწვადი მისხე, ხაშლამა მისხე, რაღაცა ეგეთები მისხე რა. აი შენს დამპალ თახთახაცრომებს რომ მოუხდეს. ხო, ისა გემრიელად რომ მიირთვათ რა. თქვენ მაგალითად მინდა გითხრათ ბატონო, ძალიან საყვარელი ქალბატონი ყავთ. იცი როგორი ამ ქალბატონს ძალიან საყვარელი ცხიმუკები აქვს. თუ გასკდა ეტნას ვულკანივით დაიწყებს ამოფრქვევას და წაგულეკავს ყველას. მაგარი ვიყო. ვახშენი. ბიჭო. რა ხდება ისა? ქალბატონო. არა, არაფერი, ის არ ქვია, ბრძანდებოდეთ. ზინა, აქ რა გინდა, ქალო? მე ზინა არა ვარ. ვახშენი. ზინა, აქ რა გინდა? ვაიმე, როგორი გაზაფხულის კოლექცია ხარ შენ თვითონ პირადად. ძალიან ლამაზად გამოიყურები. დაგალაგე, მაგა დამპალ, მსუქანე, გულიზე, ია, ვარდი, ყაყაჩო, ენძელა, ესე ყველა. ზინა. ხო. აქ რა გინდა მეთქი გეუბნები? რავი, ხა ვალაგებ, მიმტანიცა ვარ. მოდი აქ, მარტო ხარ? მარტო. ჩემი ზინა, მარტო არასდროს არ არის, გაიგე? სანამ ცოცხალი ვარ, ნელი. როგორ მეზისხები, შეკეჭის თავა შენა. რას აკეთებთ აქ როღად, რატომ არ წვეთ ამ კაცთან? რას აკეთებ? რას უნდა ვაკეთებდეთ, რაც ვიცით იმას ვაკეთებ. რას აკეთებ? ვალაგებთ, შენ რას აკეთებ აქ? მეც ვალაგებ ჩემ პირად ურთიერთობას და აი ლუსმანივით რომ შემომეჩეხე აი აქ და ხელს მიშლი, ამოგაძრო ფიცოდე დაგჭეჭყავ გაიგე? ნელუსი, სტოპ! აქ ჩვენ ვალაგებთ. რას ალაგებთ? რას ვალაგებთ, ნელიკო და შენი ბრიგადა აღარა ვართ, ჩემო ძმირფასო, ეხლა ჩვენა ვართ ყველაფერი, ჩემი ბრიგადა, გაიგე ხანო? ხო, დაამპლებო, თქვენ არ გაიხარეთ, წყევლა არ მიყვარს, მაგრამ არ გაიხარეთ თქვენა, ხო? ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა, აი ეგრე. რა გაგხადეთ, ხალო? 5 წელია რაც გიჩნდა ეგ დამპალი ქურკი, ტანზე შემოგალპასუბდა რა. ზაფხულ ზამთარს სულ ეგაცვია. ეგ ვერ გაგხადეთ, რა გაგხადეთ ერთი? ნელიკო, ნერვები არა მომიშალო. აგეხა ბიზნესი ნელი, აგეხა ბიზნეს ვიმენები ვართ. ამას უყურეს მაშმელოუს უტვინო თავიანი ქალი ესა. რას მეჯგიმები, დედას გიტირებ იცოდე, გაიგე? ნივრის საჭყელში ჩაგიდებ და გაგიჭეჭყავ იცოდე. მომისმინე ქალო. რა არის, რა არის? ნუბლატაო. აი გადე ნელიკო და მომისმინე კარგად რა. აი შენ არაფერი, ჩემო ძვირფასო. მეგობრები ვართ. მომისმინე აქ. რა გინდა? ჭკვიანად კაცი მისმეს. აიცი ეგ დამპალი კაბა რა. მომისმინე ნელი. მისმენ კარგად. ისმენ. ხო და დაიმახსოვრე. შენი ბიზნესი აღარ არის შენი. შენი ბიზნესი აღარ არის შენი. ახლა ჩვენი ბიზნესია. გასაგებია. ჩაი ზინა რა ფიზე. ეგრე ზაგახტება ეს მახ როგორ მომხდება. მახტება თუ რა შევა შენი საქმე არ არის რა, იგენელი? მათხოვრებო თქვენ რა გვაქვს მენიუში. გენაცვალეთ გაიხარეთ. რა არის აბა იქ ქაშაყი არის? ქაშაყი არის? არის ქაშაყი. ქაშაყი არ დაგადგეთ გულზე, ქალბატონონები. არჩიე და ის არა ქვია. დავაწყებინო ქაშაყი? ის არა ქვია. რა თქვი წეღან? რა თქვი წეღან ვისებლატავე? რატომ არ წვენ თაბათან, ჰა? რას გარცხვით, ქალო, რას გარცხვით, მომისმინე აქ. რაც გითხარი ეგრე არის და დაიმახსოვრე, ჩვენ შენთან აღარა ვიმუშავებ და ჩვენით ფულს ვეღარ გააკეთებ, გასაგებია ქალო. ელგუჯა. ცოტა ხნით ყურები დახუჭე რა ჩემო მარმალადო. შეზერელედ ჩაკაბეჩირო ალუჩავ შენა.
ეხლა მომისმინე რასაც გეუბნები. იცოდე, აი მაგ თავს მოგაძრობ 3 ლიტრიან ბანკაში მოვხუფავ, მერე ლობიოს გავაკეთებ, ჭაც გამოვაცხობ, მერე ამ ბანკას გავხსნი და მივაყოლებ. გაიგე რასაც გეუბნები ქალო, რამე არ შეგეშალოს. გაიგე. ქაშაკი მოვიდა. მექვს უკვე ყველაფერი იქნება. მოდი რა. შენ ხალი ხარ ქალო ეხლა? ფუშენ ქალობას, ფუშენი ქალობა მართლა. ნასუწუნებ ჩემ ქალობას. ვერა ხედავთ როგორი ვარდი ვითაბა. იმიტომ რომ გვერდზე საუკეთესო მამაკაცი ხარ. საპირფარეშო სად არის? ვინ არის ქალო საუკეთესო მამაკაცი? აქეთ არის ქალო, აქეთ წადი გაიქეცი რა. მივასწავლი. წადი შენი. ადი ფუშენი, ფუშენ ქალობას მართლა. შევიდე. გელოდები ნელი. არჩენ არა ხარ ეხლა ბრედ პიტი და ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი, მაგრამ მართლა გევასება ეხლა შენ ეს გოგო? ერთი წელი თქვენ ხო არ გავიწყდებათ რომ აქაურობის მე პატრონე ვარ და მე დაგიქირავეთ და ცოტა ტონი და ხო არა ბოდიში თავიდან მოვალთ რა ვითომ არ მოსულვართ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. თქვენთან გვაქვს ძალიან კეთილსინდისიერი საქმე. მართლა გულწრფელად, აი გულით გითანაგრძნობთ. გული გადამიშალეთ. მართლა მოგწონთ ეხლა ეს ქალი? ჩემ ნელიზე ამბობთ კაცო? შენია უკვე? რა თქმა უნდა, ჩვენ მოგწონს ერთმანეთი და რა თქმა უნდა მომწონს. თქვენ იცნობთ ნელის? ინანებ ძმაო, ინანებ. ნელი არ არის ის ქალი, შენ რასაც იცნობ და ვისაც იცნობ. ხო, არ ვიცი, არ ვიცი. რა არის, ეხლა ვაფშე მაგ რაღაცებს თქვენ თქვენ საქმეს მიხედეთ რა, გეხოცებით. უიცა, მართლა გეუბნები, იმენა გულწრფელად მინდა, რომ პატივი გცეთ რა. ეს ქალი არ არის. გასაგებია, მაგრამ ჩემს ურთიერთობას თქვენ დაალაგეთ თუ შეიძლება, რაშიც გიხდით ამხას. დამიჯერე, ეს ქალი არ არის ის, შენ როგორი ჯგონია. ეს ქალი, ბიჭო, შენ მომისმინე, ლაპარაკ, ქალი ლაპარაკ. ეს ქალი არ არის ის ქალი, შენ როგორი ჯგონია. მართლა გეუბნები, ეს ქალი არის ვახშენ, ვახშენ. ვაიმე ჩემო თაბა გაიცანით ჩემი ბრიგადა კარამელო. აჰა, თქვენი ბრიგადა. ეხლა ყველაფერი გასაგებია. გასაგებია არის, გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. ეხლა მიბრძანდი და თქვენ საქმეს მიხედეთ თუ შეიძლება. ნელი, მიბრძანდითო და თქვენ საქმეს მიხედეთო. ნელი, ხარ ყვავილო. მე კიდე სუცალ დუნდულაზე მკიდიხარ, გასაგებია? ფუშენი დუნდულები, ფუ დაეგდე ქალო რა მართლა. რა დაუშენი? აი, ხლა ფანტაზიაში უნდა ხო არ ჯობია, ნელი, მე მგონი ჯობია რომ ჩემს კაბინეტში გადავინაცვლოთ. რა, ესენ თავის საქმეს მიხედავენ, იქ მოგვართმევენ ქაშახსაც, წვენსაც და ზუთხიც მინდა რა. გაიხარ ეგენი. დუშკაბინა გააქვს მე, გადავივლო იქვე. დუშკაბინა? ქაშაყის მე მიყვეს. კარგი, გაიქეცი გელა. არ წამოხვალ? არა, მე აქ დავრჩები და წამო. კარგი, გავამზადებინებ გელოდები. კარგი, მოდით აქა. რა გინდა? იყოს აქედან და გელაპარაკებით. შენ ხო არ გონია რომ შენი გვეშინია ჩვენ? ჰალო, მომისმინე ერთი წავით. ვისთან ბლატაობთ და ვის ებლატავებით ერთი გამაგებინე, ჰა? შენ ხო არ გინდა? რა? ეგ კენჭივით თავი გაგიქლიბო და მარტო წვეტი დაგიტოვო და აი წვეტით ხო? არავის არ გაერჭო, გაიგე? ღომათ არ უყურებ დედას გიტი. აუ ახლა ყველაფერს აფიცავარ. როგორ მინდა რო? რა? ხო. ვერ ვამბობ ხო, იმიტომ რომ გეწყინება ალბათ. თქვი? ხო. არ გეწყინება? არა. როგორ მინდა მაგშენს დამპალ ფაშუზე დანა ნელა დაუსვა გადმოგაყრევინო ნაწლავები მაგრამ ვერ გეუნები იმიტომ რომ მიყვარხარ და იმას საერთოდ ვერ გეუნები იმიტომ რომ მიყვარხარ რომ აი მაგ დამპალ ნაწლავებს მე ხალხს მოვაჭრედი მარილს პილპილს ცოტა რაღაცა ზეც მივცემდი კარგად დავაბასტურმები და გადავაგდები ყვავყორნების საჯიჯგანადა მაგრამ მიყვარხარ მართლა და ვერ გეუბნები I love you იდი ნახე მე 15-ად გეუბნები იდი
ცალდუნდულაზე მკიდი ხარ. აი ფაშუზეც დაებატა ფაშუზ. всё, დაახვი ეხლა აქედან. შენ კიდე ქალო ყელში ხარ უკვე ამოსული. ყელში არა, უკვე აიქ სასაზე ამოდიხარ. აი სასაზე მყავხარ მიკრული. გაიგე? რა გავიგე, ქალბატონონელი, ჩემი თავმოყარეობა მაქვს და ეხლა ცოტა ხელები დაიმოკლა. თავმოყარეობა არა, ჩემი ფეხები გაქვს, ნეტა შენ. ენასთან ერთად დაიმოკლეთ ფეხები რა. ო, თავმოყარეობა. რა თავმოყარეობა, ქალო, გაქანებული ქუდბაცაცა ხარ შენა. მე არ ვიცი, ჩატენილი გაქვს რაღაცეებიო, გაძარცვო. ეგეთი რაღაცები არ გვისწორდება ჩვენ და ნუ ამბობ. ქურდი. ნუ ამბობ მეთქი. აკები დააყენეთ ყველა. მართლა პირი არ გამაღებინო, შეკურდბაცაცა შენა. ეგ მეორე და აღარ გვითხრა, არ გაგოდის მაგაზე ხომ. რა არ არის ქურდბაცაცა? შენ ხარ, მაგრამ ნელი. შენ რა იცი ქალო ჩემი ცხოვრება. ვახ ჩემი. მე თბილისის ერთ პატარა გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე. მამა ჩემი მეწაღე იყო. ფულს ძლივს შოულობდა, სუმშიერი დავდიოდი. სკოლაში ყველა დამცინოდა. ღარიბი და უძლური რომ ვიყავი, გესმის? ზუსტად მაგ დროს მაღაზიიდან 2 პაჭკა ვაფალი მოვიპარე, გესმით ხალხო? ვახ ჩემი. 2 პაჭკა ვაფალი და ქსნის კოლონიაში მიკრეს თავი. რომ გამოვედი სახში მამა ჩემ აღარ შემიშვა რა მაგის მერე. მე წავდექი და ქურდობას მივყე ხელი. სხვა რა გზა მქონდა ნელიკო დარჩენილი. მითხარი აბა. ქურდობას რომ მივყე ხელი, ვიპარავდი. მერე საიუელი რომ მაღაზია გავიტანე და დამიჭირეს. 6 წელი მომისაჯეს და გეგუთის ციხეში ვიყავი რა. რომ გამოვედი, ვიფიქრე რომ აი შევებითქო რა ამ ყველაფერს. მეც მინდოდა რომ ცხოვრება ახალი ფუნქციიდან დამეწყო. გაიგე შენნელი. ხოდა რომ გამოვედი, მაინც სულ მომძლია ვაგზალზე რომ ჩავიარე და ოქროს ბირჟა გავიტანე. 8 წელი მომცეს და რუსთავში კაცების კოლონიაში მიკრეს თავი. მაგრამ თქვენ გონია დავიკარგენ? მაგარი სერიოზული ხალხი გავიცანი. ხოდა სერიოზული ტიტულითაც დამაჯილდოვეს, ასე რომ როცა ჩემი სახელის ხსენებას დააპირებ, იცოდე მე ვარ რამკიანი მადონა, გაიგე გალო. ქურდი ვარ, ნელი, ქურდი. რა ვერ გაიგე? მერე როდის იყო ქურდები კაბას იცვამდნენ შევიდე და იახვარო შენა მისაბოლე სად იცვამე კაბას ამ შემთხვევაში ჩემინელი მართალია ქურდები კაბას არ იცვამენ შეკათავო შეარასწორო შეახვარო წამო ნელიკო მოძუძგოთ აქედან წამო დაო წამო შენი დამპალი ქოლესტერინები მიყვარს Hey, მე ვარ შოშო, უფრო სწორად პრინცი, მე ვერ შესახებ, ყველაფერი ვიცი, მე ვყავს დუტი, ალკანტარას ნაჭით, ბრემბოს კალოჭკებით, მომოს ნაღდი საჭი, საჭა გინდა დავდგეთ მაო აქჩია ტრამალი, ჩაოს პადოს კაზე მყავს და დისკი დედალ მამალი, თუ აქამდე არ ყოლია, ახლა უკვე გვიანია, ბევეა პიროვნება, იმენა ადამიანია. ვადრებთავებს უყველგან, ვიცოდია მაგარი, ევეა მაქანა, მერსედესი ნაგავი. Sotia magari, bebe makana, Mercedes nagawi. Mercedes sintetic tugas rebatiti, bebe she's got the results. Bebe
მზეა სრულყოფილი მერსედესი ნაკლიანი პროსტა თოწა წყალს მიქსევს და არაგარე შმაკლიანი BMW თუ გინდა ძმაო მაშინ არის ძუტო სკამი უნდა ჩაციო და უნდა ჩაეწუტო ღამე როცა ვდივტავ და ძავის ყვათუ განწუხებს დახვეტილი აპორნები დაგიხრუდა მაგმუხლე ცხოვრებაში ყველას აქვს ძმაო მისი როლი BMW-ა კაინაშა მერსედესი ცოლი ვადრებდავებს უყოლგან ბიცოტია მაგარი BMW-ა მაქანა მერსედესი ნაგავი ბიცოტია მაგარი BMW-ა მაქანა მერსედესი ნაგავი BMW-ა სიგიჟე მოძრაობა დრიფტი მერსედესი მოსაწყენი დადის როგორც ლიფტი წინიდან გიყურებს ადამიანივით ნახერა ტრაკი აქვს კარდაშიანივით თუ გიგზავნა წყალმა აგინუღა ძმაო ეგრევე დარეკე მომაშველე ჩაო წყალს გიძუხებს ეს გიჭამს თუ ABS-ის ბლოკია აგერ ჩაო ამანქანის ენდოკრინოლოგია ამანქანის გადავკიდე ქალებშიც ვერ დავდივარ რადგან 24 შვიდზე ხელოსნებში ვაგდივარ ნალდეები შიტოკები ჩაბურული ფარები უბანში როცა გავდივარ მესევიან ქალები ერთხელ მატრუს გავეკეცი ნასამეჯ და გვერდზე რულავოებ გამეჭედა გადავფრინდი კლეზე ნაწევარზე მომაცურა მახსოვს მაგრად ვეთქირა თვალე როცა გავახილე ტურის ლეკვთან ეძინა ვადრებდავებს უყელგან ქორწილი თუ დღეობა BMW-ა მაქანა მერსედესი მზეობა ქორწილი თუ დღეობა BMW-ა მაქანა მერსედესი მზეობა სტოპ ჩეკვან აუ კიდე წყალია ადუღა ამისი გამომშვები ხარხანა ეს ხორ გადაგიგია ჩემელა ამოჭარება იყო მერსედესი ძღოლოს მეტი კი არ უნდა ჩემელა დავწვავ ამე დედა დამტალი ჩამოიშილიყო თუ დღეობა BMW-ა მაქანა მერსედესი მზეობა ქორწილი თუ დღეობა BMW-ა მაქანა მერსედესი მზეობა იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.